მე მგონი მიგაჩვიეთ, ან მეც მივეჩვი იმას, რომ რაც არ უნდა ლამძღვა, შეურაცხყოფა, თავდასხმები ყოფილიყო, მე საერთოდ არ ვთვლი საჭიროდ, რომ უპასუხო ყოველჯერ და ყოველ შემთხვევას. თუმცა არასწორი არის და მე მიმაჩნია არასწორი საზოგადოების მიმართ, რომ როცა დგება დრო, რომ ისეთი თავდასხმა, რომელიც კამპანიის ნაწილი არის, აშკარად ჩანს, იწყება, იმაზე რეაქცია არ მივცე და დავტოვო რაღაცა ბუნდოვნება იმ საკითხებზე, რომელსაც ეხებია. ეს კამპანია დაწყებული არის პირველ რიგში ქართული ოცნების პრემიერის მიერ და მერე პატარ-პატარები ამას აგრძელებენ. ეს ეხება 4 ოქტომბერს და თურმე მე 4 ოქტომბრის ან მთავარი ორგანიზატორი, ან ორგანიზატორთა შორის თურმე ვიმყოფები. ეს არის სრულიად მიუღებელი ჩემთვის, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფაქტობრივად არაფერს არ ეფუძნება და არანაირად არ ყოფილვარ დაკავშირებული არც ორგანიზებასთან, არც მონაწილეობასთან, არც ვიცნობ იმ ადამიანებს, რომლებიც მე მგონი მაინც ისინიც უსამართლოდ არიან დღეს ციხეში, მაგრამ მე მათ არ ვიცნობ და არ მქონია მათთან არანაირი კავშირი და ვერც მექნებოდა. იმიტომ რომ მთელი ჩემი ცხოვრების წამსი არის იმაში, რომ ამ ქვეყანას სჭირდება სწორედ გამყარება თავისი დემოკრატიული წყობის და თავისი მშვიდობიანი გადასვლების ერთი რეჟიმიდან მეორეში. სამწუხაროდ ჩემი ამ ქვეყანაში ყოფნის დროს ეს ნაკლებად ხდება და გადავდივართ ავტორიტარული რეჟიმიდან ავტორიტარულში და უარესში, ანუ რუსული ტიპის ავტორიტარიზმში. მაგრამ ამის მიუხედავად მე მიმაჩნია, რომ ჩვენი მომავალი არის დემოკრატიული მომავალი, არის მომავალი, სადაც ხალხი მშვიდობიანად თავის გზას აირჩევს და ეს დროც მოვა უყურებთ იმას, რომ ბულგარეთშიც მოხდა. ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობა არ უნდა გადადგეს, მაგრამ უნდა გადადგეს მშვიდობიანი ზეწოლის ქვეშ, შიდა ზეწოლის, გარე ზეწოლის, მაგრამ ზეწოლის ქვეშ. მე ასე ვფიქრობდი სააკაშვილის რეჟიმში, რომელიც დროს ვიდექი 138 დღე და 138 დღე ვიძახთი, რომ არც გადატრიალება და არც გარიგება. იგივე წამსით ვარ დღეს, არც გადატრიალება, არც არანაირი შეგუება, გარიგება ამათთან. რა აზრი ექნებოდა, რომ მე ახლა სასახლეზე მქონოდა რამე გეზი, როცა მე ჩემი ნებით დავტოვე სასახლე და კიდევაც ვთქვი რატომ, იმიტომ რომ შენობა მხოლოდ შენობაა, არაფერს არ წარმოადგენს და ის მთავარი, რასაც ქვია სახელმწიფოებრიობა და რასაც ქვია ჩვენი თავის, მართლა ჩვენით შენახვა, ეს არ ეხება იმას, რომ რომელიმე შენობაში იყოს ის პრეზიდენტი, რომელიც წარმოადგენს დღეს ბოლო კუნძულს ლეგიტიმურობის. ბევრს არ ესმის ესა, ლეგიტიმურობა ეს არ ნიშნავს, რომ ჩემთვის რაღაცა მინდა, მე მინდა იმ ინსტიტუტისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ წარმოვადგენ და თუ არ დავიცავი ეს ლეგიტიმურობა, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტიც ლეგიტიმური არის, ის ყაველაშვილიც ლეგიტიმური არის და ყველანი ესენი არიან ლეგიტიმური და ამიტომ მე ვარ ის ჯებირი, რომელიც გვიცავს ამ არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ, გვიცავს და გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ ჩავთვალოთ, რომ მომავალში გვეღირსება, რასაც ვითხოვთ, რაც პროტესტის ხალხი ითხოვს ყოველდღიურად და გააგრძელებს ამის თხოვნას, ითხოვს საპარლამენტო სამართლიანი არჩევნები, რომელიც შეცვლის ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას. საინტერესო არის, რომ ეს კამპანია, რომელიც დაწყებული არის, არ არის მხოლოდ ქართული ოცნების წრეებიდან დაწყებული კამპანია, ამას ეხმარება რაღაც სიმბიოზში არის შესული ნაცმოძრაობის ზოგიერთი წარმომადგენლები, რომლებიც ესენი მაბრალებენ, რომ მე 4 ოქტომბრის მომწყობი ვარ
და ნაცმოძრაობის ერთ-ერთი წევრი, ამ კოლექტიური ნაცმოძრაობის, როგორც ეძახიან ისინი, და ნაციონალური მოძრაობის ზოგი წარმომადგენელი პირიქით მაბრალებს, რომ მე ვარ ჩამშლელი ხან 4 ოქტომბრის, ხან 31 მარტის, ხან 9 აპრილის, სადაც თვითონ დაიწყეს პროვოკაციები ჩემ გამოსვლების დროს. ეს ერთობლიობა ამ თავდასხმების ალბათ დამაფიქრებელი არის და გამამხნევებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსი პატრონებისთვის რაც არის ყველაზე მიუღებელი, არის ის, ვინც წარმოადგენს დღეს საზოგადოების დაკვეთას. და საზოგადოების დაკვეთა დღეს არის, რომ მთელ ამ საზოგადოებას, რომელიც ვერ გამოთქვამს შეიძლება ქუჩაში დღეს თავის ღრმა უკმაყოფილებას, ეს უკვე უკმაყოფილება არ არის, ეს არის განცდა იმისი, რომ ქვეყანა მიდის ჩიხში, მიდის რუსეთისკენ და რომ ამის შეჩერება არის აუცილებელი. მაგრამ ამ საზოგადოებას ამავე დროს არ უნდა არც წარსულში დაბრუნება, ნაციონალ მოძრაობის წარსულში დაბრუნება, არც დღევანდელი რუსულოცნების ხელში დარჩენა. და ეს არის დაკვეთა საზოგადოების და რადგანაც მე ერთგვარად ამ დაკვეთის სიმბოლოდ ვრჩები, ამიტომ არის ეს ძალიან აქტიური კამპანია დაწყებული, რომელიც პირდაპირ ერთვება იმ ჰიბრიდულ კამპანიაში, იმ რუსულ კამპანიაში, რომ საქართველოში მართლაც ბოლომდე დაგვიპყროს იმ რუსულმა მოდელმა, რომელიც არ ნიშნავს არც რუსეთის შემოსვლა მაინდა-მაინც ჯარებით და სამხედრო ძალით, მაგრამ ამ რეჟიმის ხელით ქართული სულის, ქართული იდენტობის და რაც მთავარია, ქართული თავისუფლების და დამოუკიდებლობის დაპყრობა. მე ამას რომ არასოდეს არ შევეგუები, ალბათ ამიტომ ვარ აუტანელი ბევრისთვის და ვაპირებ, რომ ვიყო დიდხანს აუტანელი ასევე.